დანიელ კანემანმა და მისმა კოლეგებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომელიც მიზნად ისახავდა ეჩვენებინათ თუ რაოდენ ძლიერია გადაწყვეტილების მიღებისას ის მე, რომელსაც ახსოვს უშუალოდ გამოცდილება. ექსპერიმენტი ცივი ხელის სახელით არის ცნობილი. ექსპერიმენტი ორი ეტაპისგან შედგებოდა. პირველ ეტაპში მონაწილეები 60 წამის განმავლობაში ხელს 14 გრადუსიან წყალში ყოფდნენ. ეს ტემპერატურა ხელისთვის მტკივნეული განსაცდელია. 60 წამის დასასრულს ექსპერიმენტი სრულდებოდა და მონაწილე ხელს ცივი წყლიდან იღებდა. მეორე ეტაპი 90 წამი გრძელდებოდა. 60 წამი პირველი ეპიზოდის იდენტური იყო. 60 წამის დასასრულს ექსპერიმენტატორი წყლის ავსში თბილ წყალს უშვებდა, რაც ბოლო 30 წამის განმავლობაში წყლის ტემპერატურას 1 გრადუსით ათბობდა. შედეგად ტკივილის ინტენსივობა ოდნავ ikლებდა. მესამე ეტაპში მონაწილეებს თავად უნდა აერჩიათ წინა ორი ეპიზოდიდან რომელს გაიმეორებდნენ. მონაწილეთა 80%-მა მეორე ეპიზოდი აერჩია. რითაც ტკივილი 30 წამით გაიხანგრძლივეს. პირებმა, რომლებმაც ეს არჩევანი გააკეთეს, მარტივი ინტუიტიური წესით მოტყუდნენ. მათ ხანგრძლივი ეპიზოდის მეორე ფაზაში ტკივილი ოდნავ შეუმსუბუქდათ. შესაბამისად, მათ გამოიტანეს მცდარი დასკვნა, რომ მეორე ეპიზოდი ნაკლებ მტკივნეულია.